მადლობა. კარგი დღე. ნახე ამას ხარ ბალდაზე. გადაზე. ნახე? რა. ეგ ჩვენი Baldas pages. ეს საჩუქრად პროლოგზე დააკრა და ეს რომ მეგობარს. აი ბაი. ნახე, ეს არის QR კოდი. რომელსაც გადავყავართ Baldas კანიონის მიმდინარე ბრძოლაზე. page-ზე და დაგვალაიქეთ და გამოგკრევით. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, ეს არის კანიონი, რომელიც არის თან ბუნების ძეგლი და ხალხისგან მალულად 40 წლით გაიჯარდა კერძო კომპანიაზე, რომელმაც იქ უნდა ჩადგოს როლერის ატრაქცია და ჩააბეტონოს კანიონი. და ამ დროისათვის არის 450 დღეზე მეტი, რაც ადგილობრივ მოსახლეობა მორიგეობს ყარაბაღში. ანუ მთელი ამ 450 დღის განმავლობაში 50 მიგრირობით სოფლის დიდი ნაწილი ღამეს ათენებს ყარაბაღში. და ეს კანიონი დაიცვას და დაასჭირდება ყველა ჩვენგანის ხალხი. ეს საღებავებით ქუჩაში მათ ერთი სამწუხარო. დანარჩენი ფართო იმებზე მოხდა რა, დიდაციებზე და მაგაზე მაქვს ერთი ნახატი ჯერ, მაგრამ უმრავლესობა. მადლობა. მარიამ ციბახაშვილი, ჩელო. ლევანინო ისაკაძე. და ჩვენ ვაპროტესტებთ და ვიქნებით თქვენთან ერთად მანამ სანამ. აღარ ჩამოვუწმენ. შემდეგი ბენდი. ამოვიდეს სცენას და იტყვის. კარგად იყავით და მომავალ შეხვედრამდე. მეგობრებო, ბენდი, the window. გავაცილოთ აშით. წამყვანია? კი ბატონო. მე მანამდე რაღაცას ვიტყვი. რაღაც უნდა შეგახსენოთ. ამ ყველაფრის შესახებ მე არ ვიცოდი. თანამებრძოლებისგან გავიგე. 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ეგეც რაღაც თუ გახსოვთ, რომ თბილისის მერიამ განაცხადა ესმით? ცეცხლი ოლიგარქიას, ესმის? კი. ცეცხლი ოლიგარქიას, კიდევ ერთხელ. ნავთი 2020 წინასაარჩევნო კამპანიისას ეგეთი რაღაც განაცხადა თბილისის მერიამ, რომ ფონდი ქართულ უსასყიდლოდ საჩუქრად ქალაქს გადასცემდა იპოდრომის მთლიან ტერიტორიას. მე არ ვამოწმებ ხოლმე თბილისის მერია, არ ვამოწმებდი ხოლმე თბილისის მერია რასაც განაცხადებდა, იყო თუ არა ტყუილი, ეს აღმოჩნდა ტყუილი და როგორც ოლიგარქი იყო და პატარა ტრიუკი ჩაგვიტარეს. მოკლედ, სინამდვილეში არავითარი საჩუქარი არ ყოფილა, 8 ჰექტარი ის ფონდი ქართლის მფლობელობაში დარჩა და დღეს სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როცა რეკრეაციული ზონის სტატუსი ჩამოსმეული აქვს იპოდრომის პარკს და იგეგმება ცათამბჯენების მშენებლობა. ამ მოსამართლობის წინააღმდეგ აქტიურად 4 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ინდივიდები და ორგანიზაციები და მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვყო სამოქალაქო მოძრაობა, იპოდრომი უბეტონო მხარე და ელენე ცერცვაძე, რომელიც მინდა ახლა მოვიწვიოს სცენაზე, ძალიან მინდა რომ თქვენს მოისმინოთ იმ ბრძოლის შესახებ, რომელშიც ის არის ჩაბმული ამ 4 წლის განმავლობაში და ის გვეწყვის კიდევ უფრო მეტ დეტალურად იმ უსამართლობის შესახებ, რაც აქ ხდება და იმ საშინელების შესახებ, რაც შეიძლება ამ ტერიტორიას და ამ სივრცეს დაემართოს. მე როგორ ამოვიჩინე? ინჯერისორი. აი დანიშნე უკან გამოდიდა. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა თქოს ჩემი წარდგენისათვის. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ ყოფნისათვის. არც ჯერ ახანდახან, ანუ ამ ბრძოლაში იმდენი ისეთი ადამიანი გავიცანი და ვიყავე, რომ ხანდახან ვერც ვიჯერებ და ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება ცხოვრებამ ჩემთვის მაგიტო გამოგზავნა ეს ბრძოლა თქო. და ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის, აქ დგომისათვის და ჩვენი გამხნევებისათვის. როგორც თიკომ უკვე აღნიშნა, ჩვენი პროტესტი დაიწყო 2020 წელს, როდესაც თვითმმართველობის საარჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქის მერმა იპოდრომის ცენტრალ პარკით გადაკეთების გეგმა გაგვაცნო და წლების შიშები რომ ოდესღაც ამ ადგილს რაღაც დაემართებოდა და ყველა აბსოლუტურად ვისაც ამ პარკში ფეხი დაუდგავს, ყველა შიშობდა რომ ოდესმე რაღაც საფრთხეში ჩადგებოდა ეს პარკი და აი ეს პრეზენტაცია, პარკის პროექტის პრეზენტაცია იყო ჩემთვის ანუ დასაწყისი ამ საშინელებების და მივხვდი რომ რაღაც ისეთთან მქონდა შეხება, რასაც მარტივად ვერ მოვერეოდით, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად პროფესიით არქიტექტორი ვარ და გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება იპოდრომზე მაქვს გატარებული, იმიტომ რომ აქ ახლოს ცხოვრობ დაბადებიდან, ძალიან კარგად მესმოდა, რას ნიშნავდა ის პროექტი ამ ტერიტორიისთვის და ამ პარკისთვის.
საქმე იმაში იყო, რომ აი ამ თვითნაბად პარკს, რომელიც არის ერთადერთი ლანდშაფტური ტიპის პარკი სარეკრეაციო სივრცე თბილისის განაშენიანებაში და ცენტრალურ ქსოვილში, ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომ ადამიანებს შეეძლოთ წლის ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ დროს მოსულიყვნენ და თავისი ინტერესების შესაბამისი გარემო მოეძებნა, ადგილი მოეძებნა, ვიღაცას რაგბი ეთამაშა, ვიღაცას იოგა ევარჯიშა, ვიღაცას ბავშვი გაესეირნებინა, ან ძაღლი გაესეირნებინა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ გთავაზობდნენ რაღაც დეკორირებულ, დაბეტონებულ და აბსოლუტურად გაუგებარ პარკს, რომელიც ყველანაირი კვლევის და ყველანაირი კანონის გარეშე ჯერ დააპროექტეს და შემდეგ სამშენებლო პროცესებიც დაიწყეს. მათ განცხადებაში ესეთი რამ იყო ნათქვამი, რომ ქართულ ფონდმა, მაშინდელმა მფლობელმა ტერიტორია მთლიანად გადასცა თბილისის მერიასა. მაგრამ იმავე დღეს საჯარო ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოვაჩინა, რომ არა მთელი ტერიტორია, არამედ მხოლოდ ნაწილი გადაეცა მუნიციპალიტეტს, ხოლო ტყის ნაწილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დარჩა კერძო მფლობელობაში. ამან თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ თუ კი პარკის გაკეთება გვინდა, რატომ უნდა მოგვინდეს რაღაც საუკეთესო ნაწილის დატოვება ჩემთვის და ვშიშობდით, რომ ოდესღაც აქ ცათამბჯენების ან რაიმე სამშენებლო პროცესების წამოწყებას ეცდებოდნენ. 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, დაწყებული სასამართლოს არჩევლიდან, ქუჩის პროტესტებით, სხვადასხვა ღონისძიებებით, კინოჩვენებებით, ბავშვებისთვის ღონისძიებებით, 1000 რამ გავაკეთეთ, რომ მერიისთვის და მოსახლეობისთვის ხმა მიგვეწვდინა, მაგრამ 2024 წლის ზაფხულში ტყის ნაწილს გამოუჩნდა ახალი მფლობელი სოციოფხაკაძის და ვისოლი გრუპის სახით. და მან პირველივე დღეს, როდესაც შეისყიდა ტერიტორია, გააკეთა განცხადება, რომ აქ ცათამბჯენების მშენებლობას ვაპირებო. არა და ამ მომენტისათვის პარკი ატარებდა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსს, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სამშენებლო პროცესს ტერიტორიაზე. მოსახლეობამ მაშინვე მიუმართეთ საკრებულოს განცხადებით და თხოვნით, რომ შეხვედროდნენ და სხვათა შორის ჩვენ და გასაგებად მივახციეთ ამ შეხვედრას. ერთადერთი გამოხმაურება იყო სახელმწიფოსგან, როდესაც ამ შეხვედრაზე დაგვთანხმდნენ. და შეხვედრაზე ჩვენ ერთადერთ რამეს ვიტყოდით, რომ სარეკრებულოს მოეცა ჩვენთვის გარანტია, რომ დაიცავდნენ თავიანთ სარეკრეაციო ზონას. ასეთი პირობის მიღება ვერ შევძელით, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ თუ კი ოდესმე ვინმე მიმართავდა რაიმე განცხადებით ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ტყის ნაწილთან დაკავშირებით, აუცილებლად ჩაგვაყენებდნენ საქმის კურსში და არანაირი განხილვა არ მოხდებოდა დაინტერესებული მხარეების ამ შემთხვევაში სამეზობლო თემის ჩართულობის გარეშე. პერიოდულად ვურეკავდი ხოლმე და ვამოწმებდი, რომ აი რამე ხომ არ მოხდა, ვინმე ხომ არ მოგმართათ, რაიმე განცხადება ხომ არ არის და მამშვიდებდნენ, რომ არა, ჯერ არაფერი არ არისო. და ასეთი ზარი, ბოლო ასეთი ზარიდან 3 დღეში პირდაპირ ეთერში ისევ ვუყურებდი და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ საკრებულომ სრულიად უჩუმრად, მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატების თან დასწრებით 15 წუთში იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტერიტორიისთვის მოიხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ანუ ეხლა ჩვენ აი აქ ხო ვართ და გავიხედეთ აბა აქეთ. ანუ რა ზონა შეიძლება მიანიჭო ადამიანმა ამ დღეს გარდა სარეკრეაციო ზონის სტატუსის. აი მართლა ვერ ხვდები რა უნდა მოხდეს თავში, რა უნდა ხდებოდეს, ჩვენ ტვინში რა უნდა ტრიალებდეს, რომ აი ამ დღეში შემოვიდე და ვიფიქრო, რომ მოდი ეხლა აქ მე ცათამბჯენებს ავაშენებ. აი ესეთი სიგიჟე როგორ შეიძლება რომ მოხდეს? ფული ახლა მაჩვენებოდა, კი, ზუსტად, აი ყველაფერი მხოლოდ ვიღაცების ჯიბეების უსასრულოდ გაზრდის ხარჯზე უნდა განადგურდეს. აი ამ ბოლო თვეებში უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ახალი მფლობელი სოციოფხაკაძის და ვისოლი გრუპის სახით ფაქტიურად გადაჯაჭვული არის ჩვენ მთავრობაზე, არალეგიტიმურ და თვითგამოცხადებულ მთავრობაზე და რამდენი თვეა მათ წინააღმდეგ ჩვენი თანამოქალაქეები და ყველა ერთად ვიბრძვით ჩვენი სამართლიანობისთვის, ვიბრძვით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, ვიბრძვით სამართლიანი ხელახალი არჩევნებისთვის და აი ამ ფონზე 31 დეკემბერს წლის ბოლო დღეს, როცა არავის არ ცალია რაღაც გვერდითი პატარა პროტესტებისთვის, სოციოფხაკაძემ შეიტანა თბილისის მერიაში განცხადება მშენებლობაზე, რომ აი აქ ჩვენ სადაც ვიმყოფებით, 2 ცათამბჯენზე უკვე აიღოს ეს ნებართვა. ღმერთო ჩემო, ვფიქრობ ახლა, რომ აი როგორ უნდა შევეგუოთ საერთოდ ეგეთ ცხოვრებას, რომ ელემენტარულ სივრცესაც კი, სადაც შეიძლება ადამიანმა დაისვენოს, აი ჩაისუნთქოს და რაღაც სხვა აქტივობებით დაკავდეს, ვიღაცაები ისევ და ისევ ცათამბჯენებით, ისევ ბეტონით და ისევ კორუფციით გვივსებენ. აი ეს უბრალოდ როდემდე უნდა გაგრძელდეს. როდემდე არ შეიძლება რომ ადამიანები დაფიქრდნენ, თან ანუ მარტო ჩვენ ხო არ ვსუნთქავთ ამ მხარეს, თვითონაც ხო სუნთქავენ ამ მხარეს. ანუ ესეთი უტვინობა, ესეთი სიგიჟე უბრალოდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ქალაქში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი საპროტესტო კონცერტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავენახოთ ამ ბიზნესებს, ამ თვითგამოცხადებულ მთავრობებს თუ ადგილობრივ მთავრობას, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც არ შეეგუებიან მათ კორუფციებს, არ შეეგუებიან მათ ბნევნისნებს და
არ შევეგუებით ჩვენი ელემენტარული საარსებო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების განადგურება იქნება ეს თუ სხვა მრავალი. და ამ ყველაფერთან ერთად მინდა რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვინც ჩვენთან ერთად თვეებია პროტესტშია ჩართული და მოვითხოვო კიდევ ერთხელ დაგვიბრუნონ სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაგვიბრუნონ ქვეყანა, დანიშნონ ხელახალი არჩევნები და გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები სანამ დროა და სანამ ისეთ უტვინობამდე მისულა მართლა მაგათი საქმე რომ აღარაფერი საშველი არ ყოფილა აღარც მათი და მე არ ვიცი შეიძლება აღარც ჩვენი. დიდი მადლობა ყველა საკმაყოფილისათვის და იმედი მაქვს ყველა ბრძოლას მოვიგებთ რაც მოსაგები გვაქვს. დიდი მადლობა ელენე. ჩვენი შემდეგი გამოსვლელი ალექსანდრე ხარანაული. დებისგან გადავიხადეთ ერთხელ და იმ ერთხელს მოყვა მე ბევრი და სხვათა შორის ვინც იყო იმ დაბადების დღეზე სტუმრები მე ისინიც აქ აი ზუსტად აი მან იხდიდნენ ხოლმე დაბადების დღეებს და საერთოდ ზოგადად მაწუხებს მე როგორც ერთ ადამიანს რომ ეს სივრცეები სადაც უბრალოდ შეგიძლია რომ დადგე და იყო რა ესეთი სივრცეები ხრება აი რა ვიცი აი ცენტრში სად არის სივრცე სადაც შეგიძლია რომ დადგე რა ვიცი ყველა სივრცე ყოველ შემთხვევაში რაც მე მქონდა ათვისებული ბავშვ სტუდენტობისას ეს ყველა სივრცე არის რაღაცა ბიზნესის ფლობს და იქ არ გიშვებს ვიღაც დაცვა რა და ნუ რა ვიცი აი ხო ძალიან უსამართლობა არის როდესაც შენთვის რაღაცა მნიშვნელობა აქვს რაღაც ადგილებს ხო და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის მაგ ადგილს ხო არანაირი მხოლოდ ფინანსური მოგების აი თუნდაც აქ როგორ შეიძლება რომ აქ იყოს რაღაც რაღაც მაღალი კორპუსები ხო რაღაც სიგიჟეა რა ისედაც აი ამ რაღაცა ქალაქში რომელიც უკვე რაღაც კოლაფსის პირას არის აი აქ აშენდეს რაღაცა მაღალი კორპუსები და ჩვენთან ეს მოგყიდონ როგორც ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა ქველმოქმედება გაუკეთა ქალაქს სინამდვილის ქველმოქმედება კი არ გაუკეთა გაყიდა თავისი რაღაც მოგებაც ნახა და ბიზნეს უკეთებს აქ რაღაცა წინე ეზოს რა რომელსაც გაისეირნებენ რა ეს ვიღაცა ტიპები თან ისე რომ ფეხით არ დაესწრებათ იმიტომ რომ აი პარკებში და ბუნებას ხედავენ ბუნებაში აგებენ ბეტონს რა ესეთი სასტავია ხო და ნუ ძალიან იმის გარდა რომ უსამართლობა და იმის გარდა რომ რაღაცა სიგიჟეა მეორე რა არის იცი რომ ბიზნესი ცხოვრობს იმისთვის აი ფეხებზე კიდია რა იქნება ხვალ აი ახლა ფული ვიშევა დღეს და всё რა მეტი არაფერი არ აინტერესებს და ნუ ადამიანები ესე ვერ ვიცხოვრებთ რა იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხვალ რა იქნება ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე რა და ისინი ფიქრობენ თავის შვილებზე რომ აი თავენ შვილს რამდენი ფული ექნება რა ჩვენ ეგრე ჩვენ შვილებზე არ ვფიქრობთ ხო და ნუ არ ვიცი რა საშინელებაა ეს კონკრეტული პროექტი და ზოგადად ეგ მიდგომა რომ ფაქტიურად რა ვიცი რა ხდება ხო დღეს ან ქალაქში ან სოფელში არ ვიცი ეს ზოგადად აი ეს რაღაცა ბიზნესის გაღმერთება რომელიც დღეს ჩვენ შეგვა რა არის ხო რაღაცა წინა რეჟიმი იყო რომელიც რაღაცა სახელმწიფო იყო ღმერთი რომელიც ბიზნესს ატერორებდა ეხლა არის ბიზნესი ღმერთი რომელსაც არაფერი არ ეხება ეს არის სიგიჟე რა და ამას ეს უნდა მივხვდეთ ჩვენ როგორც საზოგადოება და უნდა გავაპროტესტოთ ხო რა ვიცი ეხლა ჩვენი სიმღერები ამას რამდენად ეხება არ ვიცი თუმცა ეხება ჩვეულებრივ ადამიანს და პირველი ეხება ემიგრანტ ადამიანს რომელიც წავიდა ძალიან ადრე ურმული ქვია ჩვენს კულტურაში ამ სიმღერას აღზევანში რო ჩამოეტანა მარილი რა აღზევანს წავალ მარილზე პირველი სიმღერა Πατάς στις συνεβιάν, μάλλον μόλις του μραβίτσες μισθός ελοδεβιάν. Τα κλάβεν, καλεμτχάβεν, σαμτσμέλεν, καλεμζάδευεν, νεκρνεμιτς, γεβριέλια χαουρματς, γεβριέλια χιτκαλιτς, γεβριέλια ვახშროგო, მოფშიებიდა შენ თავს, კბილებ დაკრეჭილს, ბატონს მიართმევს მგელია, ყურებს მოგაჭერის გამოხრავს ყურებიც, გებრიელია, სოგრატილს
ვაგე ჩაგდებენ მარიუსში მთელი წელია დაწმავებს ციცებს საჭმევენ სახლებიც აპლუნდებია მე ვარა კიდე მეგონე მარტო შენი სისხლი მავარია ძალიან ყვავის ჩვენს ქვეყანაში აბსურდი რა აბსურდი კაია მაგრამ ძართული არა აბსურდი იყოს კაი რა არა აბსურდი რო კარგი იყოს ძართული სამსახურს ხომ არ აირჩია რაც ერთმა მოგზა იქა დრომა და პრეზიდენტმა წვიბრძანა რომა კიდეკით ყველა ხუთივე კაცი აპრომო არას შეხედეთ ამოირჩიეთ თქვენში მამაცი ჩავშვით განოთ ტექსტო აითრებს ჩავიდა სვიცა ნაზი სუსტი და ჩუბი გამხდარი დაიგეთი ჩვენში არის ბაო დაიარება სულს არ ექვერ დახარებს მარტო სასმის გამბაო ჰეუნის მალკაცი თავს რა მიიმევრებს ქვეყანაში, სადაც რეკრეაციულ ზონებზე უქმდებათ სტატუსები და მიტაცებულია საჯარო და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სივრცეები, სადაც მიტაცებულია იპოდრომი და ქვეყანაში, სადაც ყველაზე მინიმალური გადასახადი სპორტ დარბაზებში 200 ლარია და გვაქვს ესეთი სივრცეები, სადაც შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს, ჰაერს ჩავისუფლოთ, ვივარჯიშოთ, გავისაიჟნოთ, უბრალოდ ვისაუბროთ და დრო გავატაროთ. აქვე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს, ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს. კიდევ ის მინდა ვგითხრათ, რომ დღევანდელ ჩვენს პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც და ჩვენი შემდეგი გამომცვლელი იქნება სტრესი 4621 ქუთაისიდან. გთხოვთ მე.
სოლიდარობა პალესტინას. შემდეგ ვეში ბომბები. აგერ თბილისი და სამტრედია ჩვენთან არის. საქართველოს ბანკი. თოთმეტო. სიმღერა სახლი. ჩესეუში სტუდენტების თემასა რა, სოლიდარობა. და მოახერხებდა რა.
ყველა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების თავისუფლების შესახებ. ამ მიმართულებით ვიტყვი, რომ დანიშნულოვანია დასაქმებულებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, მადლობა. ისმის ხა? ცეცხლი ოლიგარქიას. ისმის ხო? და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროფკავშირები, პროფესიული კავშირები, ოღონდ ისეთი არა რა, აი, ბევრი წლის წინ რომ არსებობდა და ეხლა თვითონ რო არსებობენ, მაგრამ სენგლეში არა. ძალიან სასიხარულო სიახლეა ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა რამდენიმე ახალი პროფესიული კავშირი და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არის ძალიან აქტიური, არის ამ საპროტესტო კონცერტის მთავარი ორგანიზატორი. ეს არის საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, რომლის ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. აშიმათ. და გარდა იმისა, რომ ისინი ცნობიერებას ამაღლებენ, თქვა დასაქმებულების უფლებების შესახებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ჩვენი სფერო როგორ განმოვითაროთ, ის სფერო, რომელშიც ვართ დასაქმებული. ამ წუთას ძალიან ბევრი პრობლემაა საქართველოში და ყველა ამ კუთხით უწევთ მუშაობას. სწორედ ამიტომ ახლა მინდა სცენაზე მოვიწვიო მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ოთო ბერძენიშვილი, რომლის იდეაც იყო ეს ყველაფერი. ოთო გელოდებით და ოთო გამოაცხადებს შემდეგ გამომსვლელს. გამოვიდნენ და მე რო იმღერებენ. გამარჯობა მეგობრებო. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, მოიცალეთ და ხართ სოლიდარულები იმ პრობლემატიკასთან, რაც ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იმატებს სამწუხაროდ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც კი არ მოაგვარებენ და მოაყომარებენ რაღაცე პრობლემებს პირად კონკრეტულ თითოეულ ადამიანის, არამედ წამოწევენ ზოგად პრობლემატიკას წინა ფლანგზე და დაანახებენ საზოგადოებას თუ რა ხდება ცუდი თუ კარგი ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება მუსიკალური აქცენტები, რომლის სტუმრების დღეს ხართ ყველანი. მადლობა ყველა მუსიკოსს, ვინც იღებს მონაწილეობას, მგონი ერთად აჯობებს რომ გადავუხადოთ. მადლობა და არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართველმა ხალხმა გამოვიღვიძოთ და გავახილოთ თვალები და გაუსწოროთ ეს ჩვენი მზერა იმ პრობლემებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვიმოქმედოთ ამისთვის. ვიმოქმედოთ და ვეცადოთ, რომ ჩვენს ქალაქში, თუნდაც ჩვენს პარკში, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იყოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. იმიტომ რომ ეგრე აჯობებს. მადლობა ყველას დიდი. ეხლა თქვენს წინაშე დარდგება ჯგუფი დაჯგუფება. მოგესალმებით. პატარა საუნდჩეკი გვაქვს. რეჟიმის პატიმრებს. კოსმოსს და ყველა დაკავებულსო. ცოტა გვიან ჩავჭერ. თესეუს პირველი კორპუსი სვლელობა კიდე უნდა ლაივში გავიდე და ვიდა ცოტა ნელა უნდა ვიმოძრაოთ ვფიქრობ რომ ხის გადაკვეთა შეგვიძლია აი გიტა რომ მედია ჩვენ განერგად არის და ბანერიც გვიწყობს ამაში ხელთა ჩვენი სიმრავლეთ ხალ გადმოინაცვლოთ ბანერს კაც და ალბათ ერთ ზოლს დავიტავებ ცვლელობის დროს, ერთ ზოლს. ერთი ადამიანი გვჭირდება, ვინც ბანერს აიჭერს. სულად არა, მაგრამ ერთი ზოლი შეიძლება. და ფსიქოლოგების მასში ყოფილა და ფსიქოთერაპევტები.
მოდი ხარ? არა რეპრესიებს. რატო? არა წამებას. კი, მაგრამ წამო რა. რამდენი ხანი ვიჯექით წამო? ნუ ხარ ზარმაცი. სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკურ წვლილს მიხა ხელაშვილი მაღალი ფასებისაც ნაუნდეგო აქცია და მაგათთან გავერთიანდეთო პლუს აქ მე მგონი თუ ვორცდები რომელიღაცა უნივერსიტეტის სტუდენტები შემოგიერთდებიან. ეს ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები არიან. და ვართ აქ ფილარმონიასთან. გვიპიპინებენ ჩვენს ვიხარ. She must know it'll be little Dave Brubeck's melodია მომესმა Take 5. როდ არის მის კარგად და არც ჩანს დამკვრელი. და ჩემი ყურები კონდეს ჩემს მობილურს და ჩემნაირი სმენა და ჩემნაირი მხედველობა. Swim Koska, yo. Salam zmo. Au, bodishi zmo. Salam. Ya, utsua, ya. ჯერჯერობით ის ვარ თუ ისეთ ფასები გვაღებდნენ და ბევრი გვეშვენება. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. მომაღლა. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. თავისუფლება რეჟიმის ხვევს. თავისუფლება რეჟიმის ხვევს. ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას. უნდა შევუერთდეთ მარშს ტელევიზიიდან. შუქე სიმართლე. ცეცხლი ოლიგარქიას.
საზმაოდან ხალხი. არა რავი თუ კი გვეტყვიან რომ თუ გვეტყვიან რომ აუ კარგი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება პატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! Humani. უკაცრავად მომიტევეთ თუ შეიძლება აზრი არა აქვს ვერაგებინე. ამას გაიგებენ ეს მათი მშობლიური ენა. ხო, ეგ არის. აი, აბიკი გორა მე თან ვიღებ და მაგიდა. მადლობა. ჟიული შარტავა, ზურაბი არაჯაული, გურამ გაბესკირია, ამბროსი ხელაია, გენო ადამია, ალექსანდრე ონიანი. იოუ. აუ ნუ ეფარებით რა. მადლობა, კარგი დღე. ასე უკახა. აბა თუ მიხდები. ფოტოზე ვერ ჩანს რა. მე რო გითხარი რას ნიშნავს თქო. აი 11 საათია. იყო და დაპატარავდა თუ აი ესე უამრავი ვარ. უბრალოდ ზემოდან ვერ ვიღებ კადრს, იმიტომ რომ მეჩქარება რაღაც საინტერესოს ლაპარაკობენ. დაიტოვეს ისაუბრეს ვერდიდან ოთხეში და უნდა გადავიღო.
კი ბატონო შეიძლება მომიცემი ვაფინანსებდა. რატომ ვფიქრობ ასე? ამ კითხვიდან იწყება ყველაფერი. იმიტომ რომ შენ მის ლეგიტიმაციაში კი არ უნდა დასვა კითხვა შენი მეზობლის, მეგობრის. იმიტომ რომ ის რაღაც ფუნდამენტალური შინაგანი რწმენა, ის ფაქტობრივად იდენტობას დაკარგავს თუ მაგაზე პირდაპირ შეეწინააღმდეგები და თუ დაუსვამ კითხვას, რატომ ფიქრობს ასე? მერე ის ხედავს უკვე მოსაუბრეთ და ისაუბრეს ფორმატიც ეგ არის, რომ ვალაპარაკოთ ყველა ადამიანი და ბოლოს პროტესტი გაიშალოს და სხვა რაღაციდან დავიწყო, სხვა რაღაციდან დავამთავრე, ანუ თუ თითოეული ჩვენთაგანი, მოკლედ რომ ვთქვათ ეს ლოგიკური ჯაჭვი გადავაბათ, თუ თითოეული ჩვენთაგანი უფრო და უფრო მეტ პროტესტის კერაში ჩაერთვება არსებულში, თუ თითოეული ჩვენთაგანი თავისი ინიციატივით კიდე დაამატებს თუნდაც ერთ კერას, თუნდაც ეს იყოს ერთი ადამიანის აქცია, ჯერთი დამიჯერეთ რომ ეს ერთი ადამიანის აქცია არ იქნება, აუცილებლად იმ ერთ ადამიანს 5 შემოუერთდება, 10 შემოუერთდება და ის პროცესი და ის პროტესტი თუ მნიშვნელოვანია, ის პროტესტი მიიღებს ყველაზე დიდ ლეგიტიმაციას, ამის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დიდ მასასთან დავიწყებთ საუბარს და კიდევ უფრო დიდ მასას ჩვენი საზოგადოების დაუსვამთ კითხვას, რატომ ფიქრობს ასე და როდესაც დაუსვამთ ამ კითხვას, რატომ ფიქრობენ ასე, ისინი განიარაღებული იქნებიან დამიჯერეთ. ჩვენი მთავარი არსი არის პირველი პროტესტი იყოს ყველგან და ყოველთვის და ამისთვის საჭიროა რომ ყველამ ინდივიდუალურ დონეზე გავმართოთ ეს პროტესტი, სადაც მიგვაჩნია სწორად, როგორც მიგვაჩნია სწორად, ასევე შეუერთეთ მიმდინარე პროტესტის კერებს, რომ პირველ არხთან მაგალითად რა ვიცი, ყოველ დღე გადაიკეტოს გზა, ჩვენით შევქმნათ, ჩვენი პროტესტების კერებიდან ნუ გვეშინია, იმიტომ რომ ჯგუფი დაიტოვე, ყველა სხვა ჯგუფი რომელიც არსებობს, ზუსტად იმისთვის არის რომ თქვენი პირადი ინიციატივით გაჟღერდეს რაღაც იდეები, არავინ არ ყოფილა აქ პროცესის ლიდერი და არც არის, არასდროს არ ყოფილა, უბრალოდ თუ რამეს ვაკეთებთ, ესეც ჩვენი ინიციატივაა, პირველ არხთან პროტესტიც ეგრე დაიგეგმა, სადღაც რაღაც ჯგუფმა მოიფიქრა რომ პირველ არხთან უნდა აუცილებლად იყოს პროტესტი, მერე ამ ჯგუფმა უთხრა სხვა ადამიანებს მერე ამ სხვა ადამიანებმა დაპოსტეს სხვადასხვა ჯგუფებში და იპოვეს თანამოაზრეები. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ უფრო საინტერესო, უფრო მაგარი, უფრო შეიძლება განსხვავებული იდეები, არ უნდა გაჩერდეთ, არ უნდა თქვათ, რომ აი პირველ არხთან არის პროტესტი და ჩვენ არ შეგვიძლია სხვა პროტესტი გავაკეთოთ იქვე. შეგიძლიათ შემოუერთეთ პირველი არხის პროტესტი და შეგიძლიათ თქვენი პროტესტი გააკეთოთ. უბრალოდ ამისთვის საჭიროა ინიციატივა, რწმენა, რომ ეს პროტესტი არის მნიშვნელოვანი ამ სახით, თუ შეძლო ამჯერა სხვას ნამდვილად ვერ დააჯერეთ და შემდეგ გადახვიდე მოქმედებაზე. თორე იდეა ძალიან ბევრია, მაგრამ იდეებით ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მოქმედებებით. ეს უნდა ყველამ გავითავისოთ. ეს დავამატე ბოდიში. შემდეგ კვირას, რა თქმა უნდა, ამათ დიდი არაფერი არ დააკლდება მთავრობას, მაგრამ შემდეგ კვირას სიმბოლური ესეთი აქცია იმართება, მე ვესწრები, ვიდეო კადრებსაც მოგაწვდით, შემდეგ გავტვირთოთ. ფერეიდანში ფერეიდნელი ქართველები ჩაატარებენ ხარდამჭერ სიმბოლურ აქციას. ძალიან მაგარი. ეს ის ფერეიდნელები არიან, რომელსაც ბინადრობას არ აძლევენ, თანამემამულეობის სტატუსს არ აძლევენ, 44 დღე აქვთ გაჩერების უფლება ფერეიდნელ ქართველებს, როცა რუსეთის მოქალაქეს შეუძლია 364 დღე გაჩერდეს. და აი ასეთ მაგ პრობლემას დავამატებდი, რომ ბათუმში ჩვენი მეტროშე, ჩვენი აქციების მეტროშე ბათუმში, რომლის უწყვეტობა კიდე ცალკე მნიშვნელოვანია და ცალკე მნიშვნელოვანი და ბევრი გვაქვს სალაპარაკო რეგიონებში რაც ხდება იმაზე, იმიტომ რომ იმ ხალხს ძალიან ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ხალხო. მართლა გეუბნებით, რო ჩავედი ვიყავი ბათუმში ზუგდიდში და რო ველაპარაკებოდი, ხვდებოდი რომ გარკვეული აი ხიდები გვაქვს ასაგები კიდე, მაგრამ ბათუმის აქციაზე მეტროშე ბაბუ, ალბათ ყველას გაქვთ მისი ვიდეოები ნანახი, დღეს არის ციხეში და მას უპირებენ ქვეყნიდან გაძევებას მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი პროტესტის ფორმებს მიმართავს და მაგალითად, ვისაც შეგიძლიათ და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება, მისი მხარდაჭერა ის აქ არის თბილისში და შეგვიძლია მაგაზეც ვიზრუნოთ, რომ მანდ მოვაწყოთ აქციები, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი ქართველი არ ყავს დასაკარგი და იმ კაცს მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა არ აქვს, ის ბევრზე მეტად ქართველია ჩემთვის. იმიტომ რომ ამდენი დღე იდგა ბათუმში და იქნევდა საქართველოს დროშას. ამიტომ მე პასპორტით არ უზომავ ადამიანების ქართველობას
მე არ ვზომავ არც იმით თუ რა უდევთ გულში, მე ვზომავ მათი მოქმედებები და ის არის ყველაზე მაგარი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი, ვინც ამ პროცესში მე შემხვედრია და აუცილებლად მასაც მხარი უნდა დაუჭიროთ ბოდიში გადახურვის. აუცილებლად სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს ეს უნდა გაჟღერდეს ყველა შესაძლო მომენტში და ყოველთვის უნდა ისმოდეს, რომ მათ იგრძნონ შორიდან ჩვენი თანადგომა. და აუცილებლად ისინი მალე იქნებიან ჩვენ გვერდით, ამისთვის ვართ ჩვენს ქუჩაში. და ეხლა სანამ უშუალოდ მომავალზე საუბარს გადავიდოდეთ, ორი თემის მინდა კიდე შევეხა, ეს არის სტუდენტების პროტესტი, იმიტომ რომ როცა პროტესტ ფორუმებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება გამოვტოვოთ ის, რომ კვირებია უკვე სხვა უნივერსიტეტებში ბავშვები პროტესტის ნიშნად ფოიეში ათენებენ ღამეებს უწყვეტად, ეს როგორც თბილისში, ისე ბათუმის უნივერსიტეტშიც უკვე დიდი ხანია და აი ამასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბრო, სტუდენტები რამდენად ავანგარდში არიან ამ პროტესტის და ხო, პირველ რიგში სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა და თუ გსურთ, ვისაც გსურთ ამ თემაზე სტუდენტების პროტესტზე რამის კი ბატონო, მოკლედ გამოვეხმაურები, რადგან თქვა განათლების სფეროს წარმოადგენ, განსაკუთრებით ახლო არის და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის დღეს მით უმეტეს სტუდენტების მარშთან ერთად მოვედით თავისუფალი უნივერსიტეტიდან და ზუსტად ეს არის ხო მნიშვნელოვანი. ყოველთვის ხო იდეაში ენერგია იქნება თუ რაღაც სხვა სტუდენტები პროტესტის წინა ხაზზე იყვნენ, ისევ ისტორიულადაც რო შევხედოთ და წამყვანი ძალა არის იდეაში, ხო? იმიტომ რომ მით უმეტეს მათ მომავალს ეხება საქმე და კიდევ ერთხელ როგორც ვთქვით, ბათუმის უნივერსიტეტში დაიწყო ეს პროტესტი ფართო მასშტაბით, ხო და იქიდან რეგიონიდან რო წამოვიდა ეს მნიშვნელოვანია და შეიძლება ამიტომაც არის რომ რამდენიმე დღის წინ აგერ მთლად ქართული ოცნების გამორჩეული ბრჭყალებში წარმომადგენელი ტიტე აროშიძე დანიშნეს იქ რექტორად, რომელსაც არათუ განათლებასთან, არაფერი ადამიანობასთან კავშირი მას არ აქვს და რა თქმა უნდა არის რეჟიმის მარიონეტი, მაგრამ მას საკადრისი პასუხი გაეცემა ისევე როგორც სხვებს. ეს ახალი არ არის პრინციპში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მათი წარმომადგენელი არის რექტორად და ზოგადად ჩვენ ვხედავთ, აგერ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმას აპირებენ და სულ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაასახელეს კომისიაში ლევან იზორიას თაოსნობით, რომელიც შსს მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და ანუ პოლიციური რეჟიმის კიდევ უფრო გამყარება უნდათ, იმიტომ რომ სკოლამდელი განათლება დაქვემდებარებული აქვს, სასკოლო განათლება დაქვემდებარებული აქვს და უმაღლეს განათლებაში უნდათ რომ ეხლა დაიქვემდებარონ. მაგრამ მე მგონია რომ ეს პირიქით იმუშავებს და პირიქით კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სტუდენტების კონსოლიდაციას. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, აი მაგალითად თქვა სულ დასაწყისში ბათუმმა ეს პროტესტი რო დაიწყო, ჩავედით ჩვენ რეგიონებში, ზუგდიდში, ბათუმში და ველაპარაკებოდით ამ ადამიანებს, რომ რითი შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ. აქაც მარშით რომ მოვდივართ, ყოველთვის ჩერდებით, ხო, თეატრალური სტუდენტებთან და ყოველთვის თქვა ვამხნევებთ. ამიტომ სოლიდარობა სტუდენტებს, ჩვენი მხარდაჭერა სტუდენტებს და მათთან ერთად რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ, გავამხნევოთ და მათი ბრძოლა არის უნიშნელოვანესი. მეტი ის ხალხი არიან, ვინც საუნივერსიტეტო პროცესის ცენტრში უნდა იყვნენ და ეს ადამიანები არიან, რომელსაც ეს უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს. კრიზისი არ არის არალეგიტიმური რაღაცა ტელევიზია Salami. Salam. Namudvila da aravide. Solomon მეფე. Solomon მეფე. უფრო ხმამა არ შემიძლია რა უქნა. So? ანუ ეს არა და მოდი Solomon ილას. Solomon დედა გასჩარჩება ეს და. ო, დედა ის არ მოხდა.
წეროების თამაში. თავარი მომენტი. წავიდა მეორე წრე. ეს რაღაც ახალი. თორმეტის ნახევარია და ვართ და მივდივართ ვემზადებით ხვალინდელი მარშებისთვის. I'm Mike Jackson, arising from this, arising of the mess, from my loneliness, and it's kinda freak. ჯერ ერთი კლუბი არ დამილევია, სულ ისე მოვდივარ. When you meet him strike, and you have no knife, with your fiction flow, and your... ეგ არის გემშვიდობებით დროებით. 2024 ჯუჯების სტუდია. Rustam. Fuck the system. შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიბძ შენ გუდავ მე ვდგავარ ვიბძ შენ მესვრი მე ვდგავარ ვიბძ ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში